საღამოშვიდობის უყურებთ პოსტივის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მე ლევან წუწუნავარი. ორიგი უსაფუძვლო ბრალდებები და მტრობა ქვეყნის წინააღმდეგ ასიაფასებს მმართველი გუნდი გიორგი კანდელაკის გამოსვლას ჰადსონის ინსტიტუტში. ნაცმოძრაობის ყოფილმა წევრმა საქართველოში ირანული გავლენების გაძლიერების შესახებ ბრალდება ამჯერად ვაშინგტონიდან გააშხირა. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა კონგრესმენი ჯო ვილსონიც. კანდელაკის მხრიდან ამ შინაარსის ბრალდება პირველი არ არის. მიმდინარე წლის მარტში გიორგი კანდელაკი ჰადსონის უნივერსიტეტისთვის მომზადებულ კვლევაში წერდა, თითქოს საქართველოში რადიკალური რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებები ღიად მოქმედებენ. ამის გამო ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოკითხა, თუმცა გამოძიებას ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები ვერ წარუდგინა. დავით ქუთათელაძე დეტალებით. ნაცმოძრაობის ყოფილმა წევრმა და მოქმედმა NGO-შნიკმა გიორგი კანდელაკმა ამერიკულ ანალიტიკურ ცენტრში ჰადსონის ინსტიტუტში საქართველოს წინააღმდეგ მორიგჯერზე ბრალდებები გააჟღერა. ქვეყანაში თითქოს და ირანულ მზარდ გავლენებზე, რეპრესიული კანონმდებლობის მოქმედებასა და დასავლური ინსტიტუტების დევნაზე. სიტყვით გამოსვლისას კანდელაკს მხარს ანტიქართული რიტორიკით ცნობილი კონგრესმენი ჯო ვილსონი უმაგრებდა. ჩვენს ანგარიშში ციტირებულია ერთი შემთხვევა. ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოჩენილი ირანელი ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობას. მას ჰქონდა გაეროს უშიშროების საბჭოში სიტყვით გამოსვლა, როცა თქვა, რომ მან დაინახა მკვლელი, რომელიც მის მოსაკლავად გააგზავნეს. ეს მკვლელი დმანისიდანაა და არის საქართველოს მოქალაქე. ასეთივე რამდენიმე სხვა შემთხვევაც მოხდა. საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს საბერძნეთში და ბრალი წაუყენა საბერძნეთის კონტრდაზვერვამ შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო აქტივებზე ჯაშუშობისთვის. ეს არის ძალიან ცუდი, რაც საქართველოში ხდება ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც ხდება აშკარად ცუდია შტატების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის. საქართველოს მთავრობა კი პარალელურად უსწორდება და ავიწროვებს უნივერსიტეტს, საზოგადოების დიდ ნაწილს, სამოქალაქო სექტორს, ოპოზიციას. მაგალითად, ჩვენ გვაქვს კატაკლიზმური განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმა, რომლითაც საქართველოს ყველაზე რეპუტაციულ სახელმწიფო უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს უმცირდება ბიუჯეტი 97%-ით. ეს მაშინ, როცა ალ-მუსტაფას უნივერსიტეტს აქვს 3 კამპუსი და ყვავის. სკეპტიკოსი იტყოდა, რომ მას არ აქვს აკრედიტაცია, მაგრამ მერე რა ის ხომ არსებობს ყვავის. ეს კანდელაკის და სხვა ოპოზიციონერების მხრიდან საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გაჟღერებული უსაფუძვლო ბრალდებების პირველი შემთხვევა არ არის. ჰადსონის ინსტიტუტმა მიმდინარე წელს გამოაქვეყნა გიორგი კანდელაკის და ლუკ კოფის ეგრეთ წოდებული კვლევა საქართველოში ირანის მზარდი გავლენების შესახებ. ეგრეთ წოდებული კვლევის ავტორები ამტკიცებდნენ, თითქოს ბოლო წლებში თეირანის პოლიტიკური, რელიგიური, ეკონომიკური აქტივობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მსგავსი ბრალდებები გააჟღერეს თინა ხიდაშელმა და გივი თარგამაძემაც. საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ეს უნივერსიტეტი. ჩვეულებრივი ტერორისტების სკოლა, რომელშიც ამზადებენ მებრძოლებს. მალევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო და კანდელაკის გარდა გამოიკითხა ტაივანიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი და გივი თარგამაძე. თუმცა ვერც ერთმა მათგანმა ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტები გამოძიებას ვერ წარუდგინა. არსად არ მithქვამს, რომ საქართველოში ამზადებენ ტერორისტებს. ყველაფერი მქონდა ღია წყაროებიდან, არანაირი გამოსვლა და განხილვა არ აჩენს საფრთხეს. ყველაფერი არის საჯაროდ ცნობილი. არაფერი არ წერია იქ, არც სხვა კვლევებში, ეგ თინა ხიდაშელის კვლევებში, არა საჯარო განცხადებების გაკეთდა სხვა ადამიანების მხრიდან, გივი თარგამაძის მხრიდან, ან გუბასანეკიძის, არაფერი არ თქმულა ესეთ, რაც ცნობილი არ არის. საფრთხეს წარმოადგენს არა კვლევა, რომელიც უბრალოდ არის ისედაც ცნობილი ამბების და ფაქტების აღნუსხვა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ როდესაც ქართველი პოლიტიკოსი საერთაშორისო პლატფორმიდან საკუთარ სახელმწიფოს საერთაშორისო საფრთხეთ წარმოაჩენს, ეს ქვეყნის რეპუტაციას აზიანებს და საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობებს საფრთხეს უქმნის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადებით, ბრალდების ავტორები საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედების სანაცვლოდ გასამრჯელოს იღებენ. საზოგადოებას და ჩვენს ახალგაზრდობას მაგალითი მისცე, როგორი არ უნდა იყოს ქართველი ადამიანი, აი ეს არის ეს ბატონი, რომელიც საკუთარ სამშობლოს აი ესე დამსვენის როლში გამოდის, თანაც ყალბი ბრალდებებით, ხო? არანაირად არ შეესაბამება იოტის ოდენას სიმართლეც არ არის მის ამ ნათქვამში, აი ამ ბატონის აი ამ განცხადებებში, ამ სიყალბეში, ამ სიბინძურეში, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებს. ბიზნესია, მოკლედ ამათვის ეს ყველაფერი ფულშეულობენ, ხელფასს იღებენ, გასამრჯელოს იღებენ, რომ საკუთარი ქვეყანა დაასვინონ და საკუთარი ქვეყანა გახვიონ უბედურებაში. გიორგი კანდელაკი საუბრობს იმაზე, რომ თურმე ქართველ ხალხს არ მოსწონს, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ აბსოლუტურად არჩევნები აჩვენებს საპირისპირო შედეგებს, რომ მოსწონს ჩვენი გატარებული ეროვნული პოლიტიკა ქართველ ხალხს, ძირითადი ის მიმართვა
მართულებები, რაც ჩვენ ზოგადად ჩვენი გატარებული პოლიტიკა ყველგან გვაქვს აბსოლუტურად წარმატება და არ გვაქვს ძირითადად სტაგნაცია. აქედან გამომდინარე, რაც მოსწონს ქართველ ხალხს, იმას აძლევს ხმას ზუსტად. საქართველოს წინააღმდეგ მორიგი ბრალდებები რამდენიმე დღის წინ ჰადსონის ინსტიტუტში გამართულ პანელზეც გაჟღერდა, სადაც სპიკერად ნაცმოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი გამოვიდა. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს, სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდება საქართველო 26 მაისს. ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის ემზადება. თავისუფლების მოედანზე ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად თითქმის ყველაფერი მზადაა. ტრადიციულად გაიმართება ფიცის დადების ცერემონია, წვევამდელები ფიცს თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადებენ. ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნის პარალელურად ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსი აქციის გამართვას გეგმავს. მმართველი გუნდისთვის ოპონენტების გეგმა არ ახალია. მათი თქმით, ოპოზიციის მიზანია თარიღი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის სიმბოლოა დაპირისპირების ასპარეზად აქციოს. თეკლა ბესტავაშვილი თემის დეტალებით. ქვეყნის მთავარი ეროვნული დღესასწაულის აღნიშვნამდე სულ 2 დღე რჩება. ქვეყნის მასშტაბით უკვე აქტიური სამზადისია. წლევანდელი დამოუკიდებლობის დღე კონცეფციის 1700 წელია. რწმენა გვაძლიერებს, სიყვარული გვაერთიანებს, ირგვლივ გაიმართება, რაც საქართველოს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების იუბილეს უკავშირდება. სხვადასხვა სამინისტრო მოქალაქეებს თემატურ სტენდებსა და მრავალფეროვან აქტივობებს შესთავაზებს, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე ემოციური ნაწილი ისევ სამხედრო ფიცის დადების ცერემონია იქნება. იმ დროს, როდესაც ქვეყანა ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნად ემზადება, ოპოზიცია კვლავ საპროტესტო აქციას აანონსებს. თუმცა კონკრეტული გეგმის გარეშე ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის წევრები დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მხარდამჭერებს 26 მაისის გეგმის გაცნობას დაპირდნენ. ნიკა გვარამიას დაპირების მიუხედავად კონკრეტულად თუ რა გეგმა აქვს ოპოზიციას 26 მაისს ვერც პარტია ახალის და ვერც სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგან მოვისმინეთ. ტექნიკურ დეტალებს ხო მნიშვნელობა არ აქვს. ოპოზიციის გეგმები წარსულს და 2011 წლის 26 მაისს ახსენებს მმართველ გუნდს. სახელისუფლებო გუნდის წევრები იმ მოჯედოებულ წრეზე საუბრობენ, რომელშიც ახლა ოპოზიცია დგას. ამბობენ, რომ ძალადობა მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ზუსტად იგივე უნდა მოხდეს, რაც მოხდა 26 მაისს 2011 წლის. ზუსტად იგივე სისხლისღვრა, რათა შემდეგ ამ სისხლისღვრამ დაპირისპირების გარკვეულმა განვითარებამ პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. შანსი ვერ ექნება გაერთიანებას, რომელსაც თავად აქვთ. სისხლში გასული ხელები სახელმწიფოს თავის სიმაღლეზე დგას. ამ ადამიანებს რო იტყვიან, არც 26 მაისის დღესასწაული არ მიაჩნიათ საერთო ეროვნულ დღესასწაულად. თავისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გარშემო არიან, ასე ვთქვათ, თან შეკრებილი და თან დარეულები ერთმანეთთან. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ზედმეტი ყურადღება მათ ამ, ასე ვთქვათ, შიდა ვაკხანალიას არ უნდა მივაქციოს. ოპოზიციას რა გეგმები აქვს, ეს ყველამ კარგად ვიცით. იმათი გეგმები არის, რომ შემოიტანონ არეულობა, ეცდებიან გამოიყვანონ ხალხი და მოაწყონ პროვოკაციები, რომ ეს დღე არ შედგეს, მაგრამ ეს დღე შედგება უცვლელად, ჩავლის მშვიდობიანად, იზეიმებს ხალხი. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს 26 მაისი ჩვენი ეროვნული დღე აირჩიეს ანტიეროვნულმა ძალებმა. ანუ ანტიეროვნულმა ძალებმა ეროვნული დღე უნდა გამოიყენონ სახელმწიფოს წინააღმდეგ მორიგი გამოხტომისთვის. ეს ხო აი მართლა ამაზრზენი ამბავია. მათთვის არაფერი წმინდა არ არსებობს. არც დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა და 27-ში დაეგეგმოთ. ეზეიმათ 26-ში დამოუკიდებლობა და 27-ში დაეგეგმოთ. მაგრამ 27-ში არავინ აღარ გავა. თვითონაც თავის მხარდამჭერებს როგორ გაიყვანენ იქ და ამიტომ არის რომ საზოგადოება და მათ შორის მათი მხარდამჭერებიც კი აი აღარ გამოდიან მათ აქციებზე. დაკვეთა, რომელიც ოპოზიციამ ქვეყნის გარედან მიიღო. ოპოზიციის გეგმებს ეხმაურებიან ანალიტიკოსებიც. ესენი არიან აბსოლუტურად უსამშობლო ადამიანები, აგენტები, როგორც თქვი, დასავლეთის დავალებების შემსრულებელი. ჩვენ ნახეთ, რომ მათ კოუპროსებმა დასავლეთიდან წერილიც გამოუგზავნეს. ევროკავშირის მხრიდან არის ეს დავალება წამოსული, რომ ებრძოლონ ყველაფერ ქართულს, ყველაფერ ადამიანურს, რაც არის ჩვენ ქვეყანაში. ეროვნული დღესასწაულისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. ქვეყნის მთავარ მოედანზე 2 დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს იზეიმებს. დღეს, რომელიც ერის უდიდეს ნაწილს აერთიანებს, თუმცა დღესასწაული მათ გარეშე ჩაიulis, ვინც ერთობის იდეას არ იზიარებს.
შვეიცარიაში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მართვის პროტოკოლი იმავე მედიკამენტებით მკურნალობას ითვალისწინებს, რაც ამჟამად საქართველოშია დანერგილი. ამის შესახებ ჟენევის საერთაშორისო უნივერსიტეტის საავადმყოფოს ბავშვთა ნერვკუნთოვანი დაავადებების რეფერალური ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა. მიხეილ სარჯოლაძე ცენტრის ხელმძღვანელს საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ნეიროპედიატრს დოქტორ ჟოელ ფლუს შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას იშვიათი ნერვკუნთოვანი დაავადებების მართვის საკითხები წარმოადგენდა, მათ შორის საუბარი შეეხო დიუშენის კუნთოვან დისტროფიას. ყურადღება გამახვილდა რეაბილიტაციისა და გვერდითი მოვლენების მართვის საკითხებზე. ხაზი გაისვა იმ გარემოებას, რომ ინოვაციური თერაპიების დიდი ნაწილი მსოფლიოსა და ევროპის მასშტაბით ჯერ კიდევ არ არის აპრობირებული. უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმები სოციალურ ქსელში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ვრცელ შეფასებებს აქვეყნებენ. როგორც დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, დაავადება გენეტიკურად განპირობებულია და მისი სრულად განკურნება ამ ეტაპზე შეუძლებელია, ხოლო საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება ექსპერიმენტულ გენურ თერაპიებსა და პაციენტების სწორ ინფორმირებაზე უნდა გამახვილდეს. დუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის მძიმე გენეტიკურად განპირობებული დაავადება, რომელიც გამოწვეულია დისტროფინის გენის დაზიანებით. დაავადების სრულად განკურნება თანამედროვე მედიცინას ამ ეტაპზე არ შეუძლია. მედიკამენტი, რომელიც აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანომ გარკვეული პირობებით დაუშვა, ხოლო ევროპული მედიცინის სააგენტომ მის ავტორიზაციაზე უარი განაცხადა, წარმოადგენს ექსპერიმენტულ საცდელ გენურ თერაპიას. მისი მიზანი არ არის დაავადების სრული განკურნება ან სიცოცხლის დადასტურებულად გახანგრძლივება, არამედ კვლევა იმისა, შეუძლია თუ არა გარკვეულ პაციენტებში სიმპტომების ნაწილობრივი შემსუბუქება ან დაავადების პროგრესირების გარკვეული შენელება. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ზუსტი ინფორმაცია როგორც შესაძლო სარგებელზე, ისე შესაძლო რისკებზე, რადგან მსგავსი თერაპიები ჯერ კიდევ აქტიური სამეცნიერო შეფასებისა და დაკვირვების პროცესშია. დუშენის ტიპის კუნთოვანი დისტროფია არის აბსოლუტურად გენეტიკურად დეტერმინირებული დაავადება და მკურნალობას არაფრით არ ექვემდებარება. მედიკამენტი, რომელიც ამერიკის ჯანდაცვამ საცდელი სახით დაუშვა, EMA-მ, ანუ ევროპულმა წამლების სააგენტომ უარი თქვა დაშვებაზე, გახლავთ საცდელი წამალი არა სამკურნალოდ, არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ იმის საკვლევად, იწვევს თუ არა სიმპტომების შემსუბუქებას. ეს გახლავთ აი იმ დეფექტური გენის რაღაც ნაწილი, რომლებიც მიეცემათ პაციენტებს. გენური რეპარაციის და რეკონსტრუქციის თერაპია ცოცხალ კომპლექსურ ორგანიზმებში ჯერჯერობით არ არსებობს, ასე რომ ეს თერაპია სამკურნალო არ გახლავთ. არაა სამკურნალო, საცდელი თერაპიაა, ევროპაში მხოლოდ კვლევების ფორმატით დაშვებული. ამის ახსნა არის ექიმის მოვალეობა. ჯანდაცვის მინისტრი მოადგილესთან ერთად იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამის ახალ კომპონენტში სერვისის მიმწოდებლად ჩართვის მსურველ ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც ამ მიმართულებით არსებულ შესაძლებლობებს გაეცნო. მიხეილ სარჯოლაძემ დიაგნოსტიკისა და ამბულატორიის განყოფილებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო. კლინიკის ექიმებთან და ხელმძღვანელთან ერთად განიხილა ნერვკუნთოვანი დაავადებების მქონე პაციენტების მომსახურებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში არსებული შესაძლებლობები. ამასთან ისაუბრეს ბენეფიციართა საჭიროებებსა და პროგრამის ეფექტიანად მართვის საკითხებზე. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინიციატივა წამოსული ამ კლინიკისგან, რომელიც გულისხმობს იშვიათი დაავადებების ცალკეულ შემთხვევებში ჩვენს მიერ დანერგილი ახალი პროგრამის ფარგლებში, რომ ამბულატორიულად მეთვალყურეობის სერვისების მიმწოდებელი იყოს ჩართული იმ პროგრამაში, რომლითაც მოემსახურებიან მაგალითად ატროფიის, კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებს და ასე შემდეგ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ავტორიტეტული კარდიოლოგიური კლინიკის ჩართვა ამ პროგრამაში, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიაწვდის მომსახურებას პაციენტებს, რომლითაც ჭირდებათ ეს მომსახურება და ეს გულისხმობს მაგალითად დიუშენის ან კუნთოვანი ატროფიის ან ეგრეთ წოდებული ბეკერის დაავადების მქონე პაციენტებისთვის მომსახურების მიწოდებას, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, მათ შორის ამ პაციენტების მკურნალობის თვალსაზრისით. იმავდროულად უნდა ითქვას, რომ ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობებით, რომელიც გაჩნდება მაგალითად გულის თანდაყოლილი მანკის კურნალობის მიმართულებით დაფინანსების გაზრდასთან დაკავშირებით. ჩვენ ვისაუბრეთ დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხზე, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე. დღეს უკვე ჯოენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალმა გააკეთა განაცხადი ამ პროგრამაში ჩართვის შესახებ და ჩვენ მზადა ვართ მოემსახუროთ ასეთ ბავშვებს ამბულატორიულ სექტორში. არა მარტო საბავშვო ასაკში,
არამედ 16 წლის ზემოთაც. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრაქტიკა ტრადიციულად გულის თანდაყოლილი მანკებით დაავადებული ბავშვების ქირურგიული მკურნალობის და არა მარტო ქირურგიული მკურნალობის ეს რა თქმა უნდა ჩვენ ხელს გვიწყობს და უფრო გვიეოლებს ბავშვებთან მუშაობას. ასობით ადამიანმა დუბლინში კონგოელი მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართა. 35 წლის ივ საკილა მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც დაცვის თანამშრომლებმა მაღაზიიდან ქურდობის სავარაუდო ფაქტის გამო მიაბეს. გავრცელდა კადრებით, სადაც ჩანს თუ როგორ ურტყამს მამაკაცი საკილას მუხლს კისერში. კადრებმა ირლანდიაში ფართო საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ასობით ადამიანმა ქვეყნის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართა და სამართლიანობა მოითხოვა. პოლიციამ საკილას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ლევან ახობაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ახობაძე, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო, ანტიკორუფციულმა სააგენტომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა. სასამართლომ ბრალდების მხარის მტკიცებულებები გაიზიარა. შეგახსენებთ გამოძიების ინფორმაციით, სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე მეწარმეს, რომელსაც 2024 წლის 29 მარტს ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლის გვერდისავლით მალულად შემოჰქონდა არადეკლარირებული ფულადი თანხა 40 მილიონი რუსული რუბლი შუამავლების მეშვეობით თანხის დაბრუნებას დაპირდა. სანაცვლოდ ქრთამის სახით 9 მილიონი ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250.000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ. დანაშაული 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთერთი მტკიცებულება ვერ არის წარმოქმნილი, რომელიც მიუთითებს პირდაპირ ლევან ახობაძის ბრალეულობას. მეტიც, წარდგენილი ბრალი, ქრთამის აღება არ მოდის შინაარსობრივად იმ ესე ვთქვათ, მტკიცებულებებთან, რაც წარმოადგინა პროკურატურა. უბრალოდ ფიზიკურად არ შეიძლება ქრთამის აღება დაკვალიფიცირდეს იმ შინაარსით, რაც დღეს იქნა წარმოქმნილი. ჩვენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ და გავაგრძელებთ ბრძოლას სამართლიანობისთვის ყველა ინსტანციაში. ბრალდების მხარე ასაბუთებდა, რომ ლევან ახობაძის მიმართ არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მიმალვის საფრთხეები, რაც სასამართლომ გაიზიარა და ჩათვალა, რომ ამ საფრთხეების არსებობა იყო იმ მოცულობით, რომ აუცილებელი იყო ლევან ახობაძისთვის პატიმრობის შეფარდება, რაც შეეხება მოცემულ საქმეში მტკიცებულებებს, ბრალდების მხარე მტკიცებულებებთან მიმართებითაც ისაუბრა სასამართლო პროცესზე. ამას წარმოადგენს გარკვეულ პირთა გამოკითხვის საქმეები, მათ შორის ამოღებული დოკუმენტაცია, მათ შორის საბაჟო დოკუმენტაცია, გამოთხოვილი ტელეფონების დეტალური ამონაწარები და ასე შემდეგ, წერილობითი დოკუმენტაცია, რაც ვფიქრობთ, რომ დღევანდელ დღეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით ნამდვილად ადასტურებს, რომ ლევან ახობაძემ განახორციელა მის მიმართ ბრალად შერწყული ქმედება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოსმა ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მშვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა. სამების საკათედრო ტაძარში წირვას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჭინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. 23 მაისი სვიმონ კანანელის ხსენების დღე აფხაზეთის დღე 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დადგინდა. ვევედრებით უფალს, რომ მოგცეს დიდი მადლი აფხაზებთან, ოსებთან დიდი შერიგების, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, დევნილების, დაბრუნების თავიანთ სახლებში. აღარასდროს განმეორდეს ასეთი საშინელი ძმათა მკვლელი ომი, რომლის სავალალო შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით და მოგცეს მადლი ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, რომ ვიცხოვროთ ერთ დიდ, მშვიდობიან, ძლიერ სახელმწიფოში. ამინ. კათოლიკოს პატრიარქმა შიო მესამემ აღავლინა პარაკლისი, ჩვენთვის განსაკუთრებული დღეა აფხაზეთობა, თითოეული დევნილისთვის, დევნილი საზოგადოებისთვის. ეს დღე დაწესდა უწმინდესის და უნეტარესის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით. წელს პირველი წელია, როდესაც აფხაზეთობას ხვდებით მის გარეშე და ჩვენ გვჯერა გვწამს, რომ მისი ლოცვა კურთხევით ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენ ფესვებს, ჩვენ დაუბრუნდებით აფხაზეთში.
ახალგაზრდების როლი ქართულ აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში. ამ სახელწოდებით სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება გაიმართა. საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის წევრები და სტუდენტები მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებს შორის თანამშრომლობის, ურთიერთგაგებისა და მშვიდობის კულტურის ხელშეწყობა იყო. აფხაზეთის საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი სიტყვია. დღეს სოხუმის უნივერსიტეტში გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა აფხაზეთს, ეძღვნებოდა შერიგების პროცესს და ახალგაზრდების ჩართულობას ამ პროცესში. ძალიან ლამაზი საღამო იყო, წარმოდგენილი იყო სპექტაკლი ალექსანდრე შერვაჩიძის შესახებ და ზუსტად ის კულტურა, ის იდენტობა, რომელიც ჩვენ საერთო გვაქვს ჩვენს აფხაზ ძმებთან და დებთან ერთად კიდევ ერთხელ იყო წარმოჩენილი და ეს არის ის ისტორია, რომელსაც ვერავინ ვერ შეცვლის. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველად მასპინძლობს იმ ღონისძიებას, რომელსაც სიმონ კანანელის დღესთან დაკავშირებით პატრიარქის დაფუძნებული აფხაზეთობა ეწოდება. ეს ღონისძიება ასეთი მასშტაბით, ამ ფორმატით არ ყოფილა ჩვენს უნივერსიტეტში. პირველად იმართება. დღეს ჩვენ გამოვფინეთ ფოტოები, რომლებიც არის საარქივო მონაცემებიდან აღებული, აღდგენილი. ეს არის აფხაზეთის სხვადასხვა ბუნების ფოტოები, არის სოხუმის, გაგრის, ყველა ქალაქის და ყველა ღირსშესანიშნავი შენობის. აფხაზეთობის კვირეულია, საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს შესანიშნავი ღონისძიება ჰქონდათ ეხლა ხან ზუგდიდში. კვლავ მოვიგონეთ აფხაზეთი და ახალ მთავრობას საკმაოდ კარგი პოლიტიკაა გამომართულებით, პოპულარიზაცია ამ თემის, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ვისაც არც უნახავთ აფხაზეთი და გაგონილი აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით ასა თუ ის მოგონებები. რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას უმასპინძლა. კულტურის მინისტრმა სამუზეუმო წელი შეაჯამა და სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის წლის მუზეუმელები დააჯილდოვა. მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს საზოგადოებაში მუზეუმის მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება. ღონისძიების შესახებ მეტ დეტალს შორენა აროშიძე გვიამბობს. კულტურის სამინისტროს ორგანიზებით რუსთაველის ეროვნულ თეატრში მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. თეატრის სივრცეში შეკრებილმა მუზეუმის თანამშრომლებმა, კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმ განსაკუთრებულ როლს, რომელსაც მუზეუმები თანამედროვე საზოგადოებაში ასრულებენ. ჩვენი ქვეყანა მსოფლიო საერთაშორისო ამ სამუზეუმო დღის კვირეულშია ჩართული, განსაკუთრებული გამოფენებით, შეხვედრებით, მუზეუმის ღამეებით, სამუზეუმო დიდ რეფორმას ვახორციელებთ, რომლის ფარგლებშიც მუზეუმელების და მუზეუმის ყველა თანამშრომლის ღვაწლი მინდა რომ ძალიან მაღლა იყოს წამოწეული და დაფასებული, იმიტომ რომ მათზე ნამდვილად ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული. მუზეუმები ვითარდება, იქნება ახალი მუზეუმები, ხდება რეაბილიტაცია და განსაკუთრებით გამოვყოფდი ხელოვნების მუზეუმის, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაციას და ზოგადად მუზეუმები არის ძალიან მრავალფეროვანი საქმიანობით დაკავებული. საქართველოს მუზეუმები არის ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ქვეყნის ეროვნული საგანძური, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად და ყველა მუზეუმელი აკეთებს ისეთივე მნიშვნელოვან საქმეს, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლები. ამიტომ ყველა მათგანს ვულოცავ და ვუსურვებ, რომ ჩვენი ქვეყნის სამსახურში იყვნენ ძალიან დიდხანს, ბედნიერად და ჯანმრთელად. ექსპონატების დაცვა, ისტორიული მასალის კვლევა, ახალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემა და ეროვნული მეხსიერების შენარჩუნება. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა მუზეუმების თანამშრომლების საქმიანობის როლი ქვეყნის კულტურული უსაფრთხოების დაცვაში. საღამოს ერთ-ერთი მთავარი ნაწილი წლის მუზეუმელის დაჯილდოების ცერემონია გახდა. კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ სამუზეუმო სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 20 მუზეუმელს სპეციალური ჯილდო გადასცა. შეხვედრაზე ისიც ითქვა, რომ სწორედ მუზეუმის თანამშრომლები არიან ის ადამიანები, ვინც ქართულ ისტორიას ყოველდღიურად უფრთხილდებიან, რომელთა შრომის გარეშე არ იარსებებდა კულტურული მემკვიდრეობის ის საგანძური, რომელსაც დღეს საზოგადოება ხედავს. მე ამ სფეროში 1978 წლიდან მუშაობ, საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ და სულ შევისწავლი არქეობოტანიკას, ერთ სფეროს ვემსახურები და ჩემი კვლევები დადასტურდა, რომ ამ
ხორბლის სპონტანური ჰიბრიდიზაცია განხორციელდა საქართველოს ტერიტორიაზე. ერთი წუთით არ მინანი არასდროს რომ მე მუშაობ მუზეუმში. ეს იყო ურწყინვალე დღეები ჩემს ცხოვრებაში, იმიტომ რომ შეგნებული მქონდა რომ ემსახურებოდი ჩემს სამშობლოს, ემსახურებოდი ჩემ კულტურას. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში მუშაობ უკვე 50 წელია. და ეხლა რომ მოვიხედავ ხოლმე უკან თვალს გადავალებ ამ 50 წელს, ვფიქრობ, რომ ეს ზუსტად ის ადგილი იყო, სადაც უნდა მივსულიყავი და სადაც მე სამუზეუმო საქმეს უნდა დაუფლებოდი. ეს დღე 1977 წელს მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით დაარსდა და იგი ყოველი წლის 18 მაისს საზოგადოებაში მუზეუმების მნიშვნელობის წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით აღინიშნება. ასეთი იყო დღის შემაჯამებელი გამოშვება. მე ორშაბათამდე გემშვიდობებით, დროებით.